სოხუმელი ავტომრბოლელი დავით კვარაცხელია ასევე სოხუმელი ჟურნალისტის. თენგის პაჭკორია შთაგონებით საერთაშორისო შეჯიბრებებზე გამოდის მანქანით, რომელსაც წარწერა სოხუმი ჯორჯია ამშვენებს. მის ამ ინიციატივას მიმდევრები ბულგარეთშიც გამოუჩნდნენ. ვარნაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ავტომრბოლელის დავით კვარაცხელიას საქმეს მიმდევრები ბულგარეთშიც გამოუჩნდნენ. დავით კვარაცხელიას იგივე დავიდონეს საქმიანობას და მის სპორტულ მიღწევებს ჩვენი მაყურებელი უკვე იცნობს. ავტომრბოლელმა ჩემპიონობასთან და სხვა საერთაშორისო ტიტულებთან ერთად ევროპას თავი იმით გააცნო, რომ ყველა შეჯიბრზე გამოდის მანქანით, რომელსაც წარწერა სოხუმი ჯორჯია ამშვენებს. ეს იდეა მას ცნობილმა სოხუმელმა ჟურნალისტმა თენგიზ პაჭკორიამ შთააგონა. როცა მანქანას ვაწყობდით შეჯიბრების მანქანას, პირველად Facebook-ში დავინახე თენგიზ პაჭკორიას, როგორ უკავია სოჩის ოლიმპიადაზე ბანერი სოხუმი ჯორჯია. და მივწერე, რომ თენგიზ მეუთხარი სოხუმიდან ვარ, აი აქ ცხოვრობდი, საერთო მეგობრები, როგორც ტრადიციულად ხდებოდა სოხუმში და მანქანას მეუთხარი მივაწერ მეთქი, მეუთხარი მეც მანქანას სოხუმი ჩემი დაპატენტებული არ არის, რა თქმა უნდა, მიაწოდო ყველას გაიხარდება. რომ მივაწერე ეს გული ისე შემომიტრიალდა, რომ უკვე კატეგორიულად გადავწყვიტე, რომ 2014 წლის შეჯიბრება მიმეწუნა სოხუმით და სოხუმელებისთვის. დავით კვარაცხელია ამ ორიგინალური მეთოდით აცნობს და აყვარებს კოლეგებს საქართველოს და სოხუმს და ამით ქართულ საქმეს აკეთებს. ავტომრბოლელს ვარნელმა სპორტსმენებმაც მიბაძეს და უკვე ბევრი მისი მეგობარი საერთაშორისო შეჯიბრებებზე ასეთივე წარწერიანი მანქანებით და საქართველოს დროშით ასპარეზობს. ისინი საკმაოდ ბევრი არიან. ტიხომირ სტრატიევი, ბულგარეთში 4 გზის ჩემპიონი და ევროპის 2 გზის ჩემპიონი. ტოდორ სლავოვი, მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი და ბალკანეთის ჩემპიონი. იორდან ატანასოვი, ბულგარეთის მრავალგზის ჩემპიონი. დობრომირ ბორისოვი და პეტერ ილიევი. ამ გზით დავითი და მისი მეგობრები საზოგადოებას და მათ გულშემატკივარს არწმუნებენ, რომ სოხუმი საქართველოა. Для нас Сухуми всегда была Грузия и будет Грузия. Сухуми Сакартвелова. Сухуми Сакартвелова.